ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობა ლოგიკურად მართებული. დავწყოთ პირველი მსჯელობით. ყოველი გრანიტი ქვა. ესე იგი, გრანიტი ქვა. გრანიტი ქვა. ეს ქანი არ არის გრანიტი. ანუ ეს ქანი გრანიტს არ კვეთს, თუმცა შეიძლება კვეთდეს ქვას, ხო? ამიტომ ეს ქანი შეგვიძლია ასეც დავწეროთ, შეგვიძლია თანაუკვეთად გავაკეთოთ, ხო? ანუ ამაზე არ გვაქვს ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, მთავარია რომ ეს ქანი გრანიტს არ კვეთს, ამიტომ ეს ქანი არ არის ქვა, ეს დასკვნა არ არის ლოგიკურად მართებული. შესაძლებელი შეგვიძლია ვუწოდოთ ამ პასუხს, მაგრამ აუცილებლად ჭეშმარიტი ლოგიკურად მართებული არა. მეორე. ყოველი ქვა გრანიტია. ესე იგი ქვა და გრანიტი დავხაზოთ. ყოველი ქვა გრანიტია. ხოლო ეს ქანი არ არის გრანიტი. ანუ ეს ქვა ცალკეა და გრანიტს არ კვეთს, ხო? ეს ქანი უკაცრავ თქვა არა. ეს ქანი არ არის გრანიტი, ანუ თანაუკვეთი წრეები. ამიტომ დასკვნა, რომ ეს ქანი არ არის ქვა, ლოგიკურად მართებულია. ამიტომ მეორე მისაღებია. მესამე დებულებაც გავიაზროთ. მესამე ამბობს, რომ თუ ეს ქანი არ არის ქვა, ესე იგი ეს ქანი და ქვა ერთმანეთს არ კვეთს, თუ ეს ქანი არ არის ქვა, ხოლო არც ერთი ქვა არ არის გრანიტი, ანუ ქვა და გრანიტი ერთმანეთს არ კვეთს, მაშინ ეს ქანიო არ არისო გრანიტიო. ესეც არ არის ლოგიკურად მართებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახაზზე თითქოს ეს ლოგიკურად მართებულია, ჩვენ ეს ქანისა და გრანიტის მიმართება არ ვიცით. შეიძლება ეს ქანი კვეთდეს გრანიტს, მოიცავდეს ერთი მეორეს ან მეორე პირველს, ყველა სცენარი თეორიულად აქ დასაშვებია. ამიტომ მესამე არ არის მართებული, შესაბამისად ჩვენი სწორი პასუხი ამ ამოცანაში გამოდის მხოლოდ მეორე.